დიდი დებატი გრძელდება LGBT თემისა და ისლამის დაპირისპირება, რადგან როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არიან ადამიანები, შესაძლოა თქვენც, ვინც ფიქრობს, რომ ეს ორი რამ ერთმანეთთან თავსებადია. დიახ, ისინი პირდაპირ ტვინის გამორეცხვის მსხვერპლნი არიან. იმდენად რომ ფიქრობენ, თითქოს შეგიძლია იყო ქვირი ან გეი და მსოფლიოს ისლამისტები შეგიყვარებენ და დაგიჭერენ მხარს. მიუხედავად იმისა, რომ ისლამისტებმა ძალიან ნათლად განაცხადეს, რომ ეს მათი აზრი არ არის. ბიჭებო, მოემზადეთ. შეიძლება გაიცინოთ, შეიძლება იტიროთ, ზუსტად არ ვიცი რომელი იქნება, მაგრამ დღეს თქვენთვის შესანიშნავი კონტენტი გვაქვს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გადაცემაში პუშბექი, მე ირაქეი ვარ, თქვენი წამყვანი. ჩვენ აქ ვართ, რომ დავიცვათ დასავლეთი ყველა იმ ბოროტების შეღწევისგან, რაც არსებობს. და თუ ეს ისაა, რაც თქვენ უკვე გაიაზრეთ და გესმით, რომ წინააღმდეგობაა საჭირო, მაშინ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. თქვენ იპოვეთ თქვენი ხალხი. ასე რომ, არ დაგავიწყდეთ გამოწერის ხილაკზე დაჯერა, მოიწონეთ ეს ვიდეო და დავიწყოთ. ეს ვიდეო ძველია, მაგრამ ნამდვილი ოქროა. კარგი. ბრუნეი, სადაც უმრავლესობა მუსლიმია, აწესებს ახალ კაცერ ისლამურ კანონებს, რომლებიც ერთსქესიან სექს სიკვდილით, ხვებით, ჩაქოლვით სჯის. ახალი კანონების მიხედვით გარკვეულ ქმედებებში ბრალდებულ პირებს დამნაშავედ ცნობენ, თუ ისინი აღიარებენ დანაშაულს, ან თუ ადგილზე მოწმეები იქნებიან. ლესბოსურ სექსზე სხვა სასჯელია გათვალისწინებული. 40 ჯოხის დათმა ან მაქსიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. რა შემწყნარებელია. მხოლოდ მიხარია, რომ დასავლეთში პროგრესული ადამიანები ქუჩაში გამოდიან და ესეთ საზიზღარ დრაკონულ ჰომოფობიას აპროტესტებენ. რა თქმა უნდა, სინამდვილეში ასე არ ხდება. მაგრამ დაფიქრდით იმაზე, რომ ეს იმდენად ღმად არის გამჯდარი მათ რელიგიურ რწმენებში, რომ ქვეყნები ამას კანონად აქცევენ. დიახ, კანონად აქცევენ. თუ ლესბოსელი ხარ, ნახვამდის და წარმატებები და მაინც ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს ორი რამ ნამდვილად თავსებადია. გულისხმობ უბრალოდ ერთი წამით. უბრალოდ მინდა ერთი წამით ეს წაიკითხო. PEU-ს პუსი იპყრობს და ამთავრებს თეთრკანიანთა უზენაესობას. სიყვარულის ძლევს სიძულვილს. ტრამპმა მოითხოვა. ხო, მაგრამ გულისხმობ და თმა მწვანე აქვთ. გეუბნები, შეიძლება მსოფლიოს პრობლემები გადავჭრათ, თუ უბრალოდ თმის საღებავს აგრძალავთ. მაგრამ ეს უბრალოდ ერთი მაგალითია. თითქოს ეს რეგულარული შემთხვევა იყოს, არა? გულისხმობ ისევ ირონია. მაგრამ მაინც პროგრესისტები ვინც მიდიან. უბრალოდ შეხედეთ ამ სურათებს ერთი წამით. არა ისლამოფობიას, არა რასიზმს და ფაშიზმს, კი თანასწორობასა და მრავალფეროვნებას. ლგაბლტოდ K ისლამოფობიის წინააღმდეგ. უბრალოდ წარმოუდგენელია ჩემთვის, რომ ამ ადამიანებს ჯერ კიდევ გონიათ, რომ ეს რეალურია. როცა ხედავ, რომ ისინი დაგსჯიან სიკვდილით. გმერთო ჩემო, ამას არც კი ჩვენ ვამბობთ, ეს ისინი არიან. ამდენი ვიდეო მასალა, სადაც ისინი ამბობენ, რომ სინამდვილეში სჯერათ, რომ ეს ყველაზე საშინელი ადამიანების ჯგუფია მთელ პლანეტაზე და მაინც ეს ადამიანები დროს ხარჯავენ იმ ხალხის დასაცავად. როგორც თქვი, თმასთან ყოველთვის რაღაც არასწორია. მაგრამ მაინც პროგრესულებს, რომლებიც მართლაც გამოდიან და აპროტესტებენ გეი ადამიანების სიკვდილით დასჯას ისლამურ ქვეყნებში, ანტიფას მემარცხენეები ხო არ უპირისპირდებიან და არ აშინებენ, არა? მაგრამ მაინც, როცა LGBT მარში ტარდება, მუსლიმი ლიდერები ხო არჩივიან, რომ მათი ბანერები ისლამოფობიურია, არა? მაგრამ მაინც, როცა LGBT მარში ტარდება, ბანერები ხო ისლამოფობიური არ არის, არა? მუსლიმი ლიდერები ოფიციალურ საჩივარს წარადგენენ ისლამოფობიური ბანერების გამო ლონდონის პრაიდზე. ბიჭო, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს მანტრა გაავრცელონ, ეს ყველაფერი თითქოს ყველა რასისტია. ეს პირდაპირ მათი საუკეთესო თავდაცვითი ხაზია. ეს არის ის, რასაც ისინი ისევ და ისევ გამოიყენებენ. იქნებ ჩვენ არ ვართ რასისტები, უბრალოდ სიკვდილით დასჯები არ მოგწონს. მაგრამ მაინც, როცა LGBT მარშია, მუსლიმები ხო არ აგინებენ ჰომოსექსუალებს, არა? დარწმუნებული ხარ რომ ამას გააკეთებ? აი შეხედე ამას. კეკუცი პედიკი ხალხო. მას ცოტა ფჭყვიალა აქვს. ალახმა დაწყალოს იგი. მაგრამ მაინც. ეს პირდაპირ ანთავრდება.
კიდე დაახლოებით 50 ვიდეოა დარჩენილი და ჩვენ ყველა მათგანს უყურებთ, მაგრამ ჯერ მოგლე სიტყვა ჩვენი სპონსორებისგან. ვიცი რომ შენ შეამჩნიე როგორი მშვენიერია ჩემი კანი და გულთბილად რომ გითხრა მე არ ვარ ის ადამიანი ვისაც რუტინა აქვს. უბრალოდ პატარა საიდუმლო მაქვს. ჩემი ყოველდღიური რუტინის ნაწილი გავხადე One Skin OS, One-ის გამოყენება და დროთა განმავლობაში ჩემი კანი ნამდვილად უფრო გლუვი და ჯამრთელი გახდა და თქვენც ამჩნევთ ამას. რაც One Skin-ს განსხვავებულს ხდის ისაა, რომ ის სპეციალურად შექმნილია იმ ზომბი უჯრედებს ზემოქმედებისთვის, ანუ დაბერებული კანის უჯრედების, რომლებიც სწორად აღარ ფუნქციონირებენ და იწვევს წვრილ ხაზებსა და კანის უსიცოცხლობას. არა, თითქოს უბერდები. შედეგები დამტკიცებულია 4 რეცენზირებული კლინიკური კვლევით, 10,000-ზე მეტი ხუთვარსკვლავიანი მიმოხილვით და Bloomberg-მა ისინი კანის ახალგაზრდობის შენარჩუნების ლიდერადაც კი დაასახელა. ძალიან მიხარია, რომ ისინი ჩემი სპონსორები არიან. მეტი ვიდრე 10 წლიანი დღეგრძელობის კვლევის შედეგად შექმნილი One Skin-ის OS 0.1 პეპტიდი დამტკიცებულია, რომ მიზანმიმართულად ებრძვის დაბერების ხილულ ნიშნებს და გეხმარებათ, რომ თქვენი კანი იყოს ყველა ჯამრთელი ახლა და ასაკთან ერთად. შეზღუდული დროით სადეთ One Skin 15%-იანი ფასდაკლებით. გამოიყენეთ კოდით MEIRA-K, მისამართზე oneskin.co/MEIRA-K. ეს ნიშნავს 15%-იან ფასდაკლებას. მისამართზე oneskin.co, კოდით MEIRA-K. შეძენის შემდეგ კითხავენ, საიდან გაიგეთ მათ შესახებ. გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ გადაცემას და უთხარით, რომ მე გამოგზავნეთ. დიახ, გთხოვთ, ნამდვილად დაუჭირეთ მხარი გადაცემას და განაგრძეთ იმ იდეოლოგიების მხარდაჭერა, რომლებიც ებრძვიან სიგიჟეს. მე ძალიან მიყვარს ეს ბიჭი. სხვათა შორის ეს არის Paul Joseph Watson-ი. ის უკვე წლებია აკეთებს ამ ვიდეოებს და ისინი ყოველთვის ძალიან კარგია. მოდით ნახოთ კიდევ რა გიჟური რაღაცები მოუფიქრებია. YouTube-ი ამას საჯაროდ ეწინააღმდეგება. ხო ესეა? მე ვარ ქვირი ტრანს გეი ადამიანი და სიხარულით დაუჭერ მხარს და დავიცავ ჩემს ყველა მუსლიმ ძმასა და დას. მაგრამ სულ მცირე დასავლეთში მუსლიმი მიგრანტები ინტეგრირდნენ და გააცნობიერეს, რომ LGBT უფლებები პროგრესული, ზრუნველი საზოგადოების ფუნდამენტური ნაწილია. ხო ესეა? Anderton პარკის დაწყებითი სკოლა ბირმინგემში ბოლო სკოლაა, სადაც მიმდინარეობს პროტესტი, რომ შეწყდეს სწავლება გეი ურთიერთობების შესახებ. მუსლიმობა და ჰომოსექსუალობა სამწუხაროდ ერთმანეთს არ ემთხვევა. თქვენ უნდა პატივისცეთ ჩვენს უფლებებს. თქვენ უნდა პატივისცეთ ჩვენს მორალურ წესებს და ნუ ეთყვით ხალხს, რომ შეიძლება იყო მუსლიმი და იყო გეი. მისტერ მოფატი. სიცხვილი. სირცხვილი. კარგი, მინდა წამით ჩავერიო, რადგან მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები მართალნი არიან. სკოლებმა არ უნდა მოახვიონ თავზე გეი იდეოლოგიები, ისლამური იდეოლოგიები. სინამდვილეში საერთოდ არ უნდა ახვიონ თავზე იდეოლოგიები, რადგან ეს მშობლის საქმეა. მშობელმა უნდა ასწავლოს თავის შვილებს, რა არის ღირებულებათა სისტემა. იმის მიღმა, რასაც სკოლა და ქვეყნის ინფრასტრუქტურა სწორად მიიჩნევს. არ ვფიქრობ, რომ ბავშვებს უნდა ასწავლო, რომ გეი იყო მისაღებია. საერთოდ არ უნდა ესაუბრო ბავშვებს სექსუალობაზე, რადგან ეს უცნაურია და შეუსაბამო. ასე რომ ამ ადამიანებს ვეთანხმები. ირონია იმაშია, რომ ეს პროტესტები, რომლებიც ძალიან ნათლად აცხადებენ, რას ჯერა ისლამი, სრულად იგნორირებულია დასავლეთის იმ ადამიანების მიერ, რომლებიც იქ დგანან და ამბობენ. კი. გეები პალესტინის მხარდასაჭერად, ქვირები ისლამოფობიის წინააღმდეგ, bla. ისინი ამას არ უყურებენ. უბრალოდ არ უყურებენ. ისინი ესე ძალიან ცდილობენ დაიცვან ის ხალხი, რომელიც მათ ცხოვრების სტილს სძულს. სულაც არ არის რთული ამაზე ვიდეო მასალის პოვნა. არც იმის დანახვა არ რთული. რას ფიქრობენ ეს ადამიანები სინამდვილეში? ისინი არც კი ცდილობენ დამალვას. ისინი სკოლების გარეთ მასობრივად აპროტესტებენ, თავიანთ აზრებს ღიად აჩვენებენ და მაინც რატომღაც ეს იდიოტები, ეს სასარგებლო იდიოტები ამბობენ, არა, ეს კიდევ ერთი საკითხია, რაზეც უნდა ვიზრუნოთ. კიდევ ერთი საშუალებაა დავამტკიცოთ, რამდენად მორალურები ვართ. წავიდეთ და ვიბრძოლოთ საშინელი ისლამოფობიის წინააღმდეგ. ჩემთვის ეს უბრალოდ სიგიჟეა. სირცხვილი. სირცხვილი. მაინც ეს მხოლოდ უმცირესობა. დასავლეთში მცხოვრები მუსლიმების შემაშფოთებელი რაოდენობა არასდროს დაუჭერდა მხარს გეი ადამიანების გალიაში ჩაკეტოს, ხო ასეა? 52% ბრიტანეთის მუსლიმების ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ ჰომოსექსუალობა უნდა იყოს უკანონო. ქვეყნების სია, სადაც გეი ადამიანებს ქვებით ჩაქოლავენ ან სიკვდილით სჯიან. ავღანეთი 99% მუსლიმი, ირანი 99% მუსლიმი, მავრიტანია 99% მუსლიმი. სუდანი 97% მუსლიმი, ნიგერია 50% მუსლიმი, იემენი 99% მუსლიმი, საუდის არაბეთი 93% მუსლიმი, სომალი 99.9% მუსლიმი ქვეყნების სია, სადაც გეი ადამიანებს საჯაროდ გაშოლდავენ. ინდონეზია 87% მუსლიმი,
ყატარი, ალჯაზირა 77% მუსლიმი. მალაიზია 61% მუსლიმი. არაბთა გაერთიანებული საამიროები 80% მუსლიმი, რაღაც სახის. მე ფიქრობ ეს რიცხვები თავისთავად მეტყველებს, არა? აქ რაღაც კავშირია. ზუსტად ვერ ვხვდები რა არის, მე მაინც ეს არ არის ისე თითქოს გეი პოპულისტები, რომლებიც ცდილობდნენ გაეფრთხილებინათ, რომ ისლამი არ შეესაბამება LGBT-ის დასავლეთში. პირდაპირ მემარცხენეებმა მოკლეს, ხო ასეა? მაინც სუმცირე ყავს მამაცი ცნობილი ადამიანები, როგორიცაა ელენ დეჯენერესი, რომელიც მუსლიმებს მიმართავს და უხსნის, რომ გეების სიკვდილი დასჯა არასწორია. და როგორ უპასუხეს მუსლიმებმა? ეს არის შარიათის კანონი ისლამში და LGBT არასოდეს არ მისარები. თუ იცით რატო არის ეს კანონი შემოგებული, დარწმუნებული ვარ, ეს ბოიკოტი არ შეჩერდება. ბრუნეი მშვიდობიანი და დამოუკიდებელი კოტანაა. ჩვენი სულთანი უბეოდ ახორციელებს წესებს, რომლებიც ძალიან დიდი ხნის წინ იქნა დაწესებული. ისინი სჯიან მათ, ვინც არასწორად იქცევა მათი რელიგიის მიხედვით. მაგრამ მაინც ეს არ ნიშნავს, რომ დასავლეთში მცხოვრები ბევრი მუსლიმი შარიათის კანონებს უჭერს მხარს, რომელიც ანტიგეიდევნის საფუძველია მთელ მსოფლიოში. მართალია. მაგრამ მაინც ეს არ ნიშნავს, რომ დასავლეთში შარიათის პატრულები ყავს, სადაც გეი ადამიანებს ემუქრებიან და ეუბნებიან, რომ დაატოვონ დიდი ქალაქების რაიონები. ხო ასეა. უაიტჩეპელში აღმოსავლეთ ლონდონში რადიკალური თვითნებური დამშელი ჯგუფი ცდილობს შარიათის კანონი თავს მოახვიოს არაფერში ეჭვმიუტანელ მოქალაქეებს. ჰო, შენ გეი ხარ ძმაო, გაეთრიე აქედან ძმაო, გაეთრიე აქედან პიდარასტო, მაგრამ მაინც ეს ხო არ არის ისე თითქოს ამ კეთილშობილმა ბატონებმა მჟავით შეუტიეს კაცების ჯგუფს, გეი ღამის კლუბთან ახლოს, ჰომოფობიური სიტყვებით ხვირილით, ხო ესეა? ხო ესეა? მაგრამ მაინც ეს ხო არ არის ისე თითქოს ეს ტრანსგენდერი ადამიანი პარიზში პროტესტის დროს ალჟირელთა ჯგუფმა დაამცირა, დაარტყა და არაბულად დასცინა, ხო ასე? რა მოხდა პარიზის ცენტრში? 31 წლის ჯულიას კვირას თავს დაესხნენ, როცა ის რესპუბლიკის სასახლის მეტროსადგურში კიბეებზე ადიოდა. მთავარ მოედანზე დიდი მიტინგი იმართებოდა აბდელაზიზ ბუტეფლიკას წინააღმდეგ, ალჟირის დიდი ხნის მმართველი 82 წლის პრეზიდენტის, რომელმაც მას შემდეგ გადადგომა გამოაცხადა. შავთეთრ ზოლიან ბლუზაში გამოწყობილ ჯულიას გზა გადაუკეტეს მომიტინგეებმა, რომლებიც მას არაბულად დასცინოდნენ. ერთმა კაცმა თმაზე ხელი გადაუსვა, ხოლო ალჟირის დროშაში გახოვლი მამაკაცი ჯულიას დასახმარებლად მივიდა. მას შემდეგ რაც ის ბიჭი წავიდა, ერთმა კაცმა ჯულიას რამდენჯერმე დაარტყა, ხოლო მეორე ფეხს ურტყამდა. ისევ და ისევ ეს ყველაფერი ძალიან მარტივია. ეს ბიჭი ძალიან გასართობია, მაგრამ ყველაფერი მართლაც ძალიან მარტივია. უბრალოდ მოусმინე, რას ამბობენ ისინი. უბრალოდ მოусმინე. ჯულია მოგვიანებით დაადასტურა, რომ თავდასხმას ალჟირის თემთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, არამედ იგი განახორციელეს უცოდინარმა ადამიანებმა, მიუხედავად მათი წარმოშობისა თუ რელიგიისა. რა წარმოუდგენლად საცოდავია იყო ადამიანი, რომელსაც თავს ესხმიან იმის გამო, ვინც არის და მაინც არიცავს საკუთარ თავს. არამედ ურჩევნია ეს ყველაფერი იმაზე გადაიტანოს, რომ სხვების მიმართ რასისტი არ გამოჩნდეს. ხედავ, ეს ჩემთვის არაფერია, გარდა იმისა, რომ მიუთითებს წარმოუდგენლად დაბალ თვითშეფასებაზე. ადამიანმა უნდა შეძლოს საკუთარი თავის დაცვა და გააცნობიეროს, რომ თუ ვინმე თავს ესხმის, ეს პრობლემურია და არ უნდა იყოს თუ იმ გამორეცხილი, რომ იჯეროს. რომ ნებისმიერ ფასად ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უნდა გააკეთონ არის დაიცვან ის ადამიანები, ვინც მათ თავს ესხმის. სტოკჰოლმის სინდრომი, ვინმეს გსმენიათ? მაგრამ მაინც, როცა დიდ ბრიტანეთში პირველი გეი ქორწინება შედგა, მუსლიმებმა ის ხელგაშლით მიიღეს, არა? ჰომოსექსუალობა ისლამში აკრძალულია. მიგასი კაცსა და ქალს შორისა. ეს ხუმრობა ბოდა წადით ბარბაროსობისა და ჩამორჩენილობისკენ. სიცვილი ასეთი საზისგარი თვილისთვის. კაცი ადამიანი აღარ არის, როცა ის სხვა კაცთან წევს. ჰომოსექსუალობა არაბუნებრივია და აშკარად არასწორია. ისინი მუსლიმები არ არიან. ისინი, ვინც ნამდვილი მუსლიმები არიან, კარგად იციან, რომ ისლამი ცოტაშორის ამასაც წააკვირდით. არასწორია. ისინი მუსლიმები არ არიან. ისინი მუსლიმები, ვინც ნამდვილი მუსლიმები არიან, კარგად იციან, რომ ისლამი ასეთ სისულელეს არ აიანს. შეწყვიტეთ ჩვენი რელიგიის განადგურება. ალლაჰმა გაანადგუროს ისინი. სხვათა შორის დღეს ესეთ რაღაცებს ვეღარ დაწერდი, მაგრამ უბრალოდ დაფიქრდი, რამდენად დარწმუნებულები არიან ეს ადამიანები საკუთარ რწმენაში და იმაში, რომ არავინ ეტყვის, რომ ცდებიან, რომ პირდაპირ ინტერნეტში დებენ ამას და პასუხობენ ასეთ რაღაცებს, რადგან იციან, რომ ხელშეუხებლები არიან. დღეს არასდროს გააკეთებდი ესეთ რამეს, რადგან იცი, რომ ეს დაფიქსირდება და სამსახურს დაკარგავ. მათ არ აინტერესებთ. მაგრამ მაინც ყველა ის თოლვილებს მიესალმებით აქცია ნამდვილად ამტკიცებდა, რომ გეი ადამიანები ძალიან კარგები, მოსიყვარულეები და მზრუნველები არიან და საერთოდ არ უნდა სცემდნენ. ხო ესეა? მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, დავივიწყოთ ეს ყველაფერი. ეს ხო უბრალოდ ჩვენი მიკერძოებული და რასისტული შეხედულებების შეცვლაზე არ არის. საბოლოო ჯამში ჰიჯაბი, რომელიც წარმოადგენს ქალების
მამაკაცებისადმი დამორჩილებას ისლამურ სამყაროში და რომლის არტარება იწვევს ქალების დაპატიმრებას, პატიმრობასა და წამებას ისლამურ სამყაროში, ახლა ფემინიზმის საამაყო სიმბოლოა. ასე რომ რატო არ შეგვიძლია უბრალოდ ჰიჯაბები ფემინიზმის სიმბოლო არ არის. ისინი წარმოადგენს სიმბოლოს იმისა, რომ ქალებს აიძულებენ დაფარონ თავი და დამალონ თავი, რათა მამაკაცებს ზიანი არ მიადგეთ. გაითამაშეთ თითქოს ისლამურ სამყაროში გეების სისტემური დევნა სინამდვილეში გეების გათავისუფლებას ნიშნავს ამავე ისლამურ სამყაროში. მუსლიმების დასაცავად უნდა ვთქვა, რომ პროგრესულებისგან განსხვავებით, მათ მაინც აქვთ თანმიმდევრული პრინციპები. მე ვფიქრობ, რომ ეს ღიმილი ყველაფერს ამბობს და ის აბსოლუტურად მართალია. ლიბერალებებისგან განსხვავებით, ისინი მაინც არ აჩვენებენ, თითქოს სხვანაირად გრძნობენ, ვიდრე სინამდვილეში გრძნობენ. ასე რომ ვფიქრობ, რომ ლგბტ-სა და ისლამის დებატში გამარჯვებული აშკარად ჩანს. თქვენ ას ფიქრობთ? მადლობა ყურადღებისთვის.